მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ ქობულეთში თავისუფლების ქუჩაზე ქვაფენილის ნაცვლად ასფალტი დაიგო. ქუჩაზე ტროტუარებიც მოწესრიგდება. მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შუამდგომლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სთხოვა. დასრულდება გვერდით, ესე იგი, ფეხით მოსიარულეთა და უკეთესად გამოხდება ცენტრალური გზაც. ძალიან ცუდი გზა გქონდა, ძალიან ტვერში ვიყავით, ძალიან ტვერში ბავშვები გარეთ ვერ გამოვიყვანეთ, ვიყავით ჩაკეტილი, ვერაფერს ვერ ვფენდით გარეთ. ახლა გაკეთდა ასფალტი, დედა ისეთი მოხარულები ვართ, ძალიან გვიხარია. საქართველოს ავტომობილო გზების მიერ დაგეგმილი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ფილების დაგება, იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წლამდე შემოვლითი გზა ავტობანი არ გაიხსნებოდა. ამას მოყვა მოსახლეობის ერთგვარი პროტესტი, მათ ერჩივნათ, რომ დაგებული იყო ასფალტის საფარი და შემდეგ გადაწყვეტილი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების